მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს გახლავთ გადაცემა წიგნები და ფინანსები და დღეს ვისაუბრებ ჩვენ წიგნებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ამბავზე, ეს გახლავთ ძვირფასი ნივთები ლიტერატურაში, წიგნებში. დავიწყოთ ასე, ოდისევსი შინ ბრუნდება. შინ რო ბრუნდებოდა ოდისევსი, პირველ მიახლოებაზე გამოჩნდა მისი სახლი და ჩაეძინა. ეს როგორ ხდება მოგეხსენებათ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანი რაღაცას ელოდება ნერვიულობს და დაინახა და მაგ დროს კარგავს უკვე კონცენტრაციას და ეძინება ჩაეძინა მას როგორ მიაღწია შინაურობას როგორ მიაღწია ასე ღმერთმა რომელიც ქარების დირექტორია და უფროსი არის ქარებისა ყველა ქარი მოათავსა ერთ გუდაში მოუკრა თავი და მისცა და უთხრა ამას თავი არ მოხსნა და იარე და მოხვდები სახლში წევს ახლა ოდისევსი ჩახუტებული აქვს ეს გუდა და მისი თანამგზავრები მისი მეგობრები ამბობენ ამას რა ენაღვლება აგერ გუდა აქვს როგორც ჩანს ამ გუდაში დიდი ქონება მოაქვს სახში დიდი ქონება და ჩვენ ამოდენა ომიდან მოვდივართ ამდენი ვიომე 10 წელი გავიდა სახში ბრუნდებით არაფერი ჩვენ არ აგვაქვს არ არის ეს სამართლიანი ამიტომ მოდი გავხსნათ ერთი რაც აქვს ამას და ცოტა მაინც ვიწილადოს ჩვენ იქიდან რა ქონების პატრონცა იქ არ არის ქონება იქ არ არის ის ძვირფასი ნივთი რაც ამათ გონიათ მაგრამ სწორედ ძვირფასი ნივთი სწორედ ის რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ქონება, სიმდიდრე, ოქრო, ვერცხლი ელანდებათ და ამიტომ გაუხსნეს თავი, ამოვარდა იქიდან ყველა ქარი და იმის მერე 10 წელი სახლს ვერ მიაგნო ოდისევსმა. ანუ ქონებრივი ამბავი, განძი, ძვირფასი ნივთი, რომელიც ადამიანს შეიძლება კონდეს, აუცილებლად შეიძლება იყოს საფუძველი ძალიან სერიოზული განვითარებისა. მოგეხსენებათ, ძველ ლიტერატურაში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწილი, ქვია მას ანაგნორისმოსი, ანუ ამოცნობა. როგორ ხდება ამოცნობა? ამოცნობა შეიძლება მოხდეს სიუჟეტით, როგორც ეს ოიდიპოს მეფეში მოხდა, ამოცნობა შეიძლება მოხდეს საგნით. როდესაც ამოცნობა ხდება საგნით, როგორც წესია ძვირფასი საგანია, მაგალითად ბეჭედი, მაგალითად და ასე შემდეგ. მაგალითად ერთმა პატიოსანმა კაცმა ასეთი წესი დაუდო თავის თავს. სადაც კი რომელ ქვეყანაშიც რომელიმე ქალთან შემთხვევითი ან არაშემთხვევითი კავშირი ექნებოდა სქესობრივი, ყველგან ტოვებდა თავის ძვირფას ნივთს, ფარსა და იარაღს. და ჰქონდა ძალიან ძვირფასი ფარი და მახვილი როგორც წესი, იმიტომ რომ დიდი მეფე იყო საბერძნეთის მთავარი ქალაქის ათენის მეფე იყო ეგევსი ერქვა. ეგევსი ერქვა და სადაც კი სექსი ჰქონდა, ყველგან დატოვა ფარი და მახვილი, ძვირფასი ფარი და მახვილი. ისეთი უბრალო კი არა, რომ დაინახავდა რომ მიხვდები რომ ისი არის, იმიტომ რომ ოქროა და ვერცხლია და გადაჭიმული ხარია და მთელი ამბავი არის, მოკლედ. ძალიან ძვირფას რამეს ტოვებდა ხოლმე. მაგრამ რაისთვის ტოვებდა? რომ თუ ბიჭი გაჩნდება და გაიზრდება, ამით მოვა მასთან და ამით იცნობს მამა. იმიტომ რომ ამოცნობაში ხო გითხარით ძვირფასი ნივთები მონაწილეობს, ან ბეჭედი უნდა დატოვო, ან ფარი უნდა დატოვო, ან ხმალი, აგერ ფარხმალი დატოვა კაცმა. როდესაც ეს კაცი დაბერდა, ძალიან შეწუხდა, რომ შვილი არ აყავს. წავიდა დელფოს სამისნოში და იკითხა დელფოს სამისნოში, ამეშველება მე. დელფოს სამისნომ უთხრა, ტიკიდან თითი არ გამოყოო. რას ნიშნავდა ეს ვერ გაიგო? წავიდა და ტროიძენში მიდიოდა, რომ იქ კაცისთვის ეკითხა და ტროიძენის გზად თებეში აღმოჩნდა და კორინთოში აღმოჩნდა და იქ გადასახლებაში მყოფი მედეა ნახა და იცოდა რომ მედეა ჯადოქარია ყველაფერი შეუძლია ახსნეს და უთხრა მედეა უშვილობის ამბავი მჭირს და ხომ ვერ მიშველიო გამოთა სადიყავი ვიყავი თებეში და მითხრე ასეთი დელფოში და მითხრეს ასეთი ამბავი რას ნიშნავს ეს იმას ნიშნავს რომ სანამ სახში მიხვალ მანამდე სექსი არ უნდა გქონდეს არავისთვის არ უნდა გამოყო რასაც გეუბნებიანო და რაც შეეხება უშვილობას მე გიშველიო
ოღონდ შენ დამპირდი რომ შენს ქალაქში მიმიღებ ამ დროს მედია აპირებს საშინელი დანაშაული ჩაიდინოს და ეძებს თავშესაფარს და მიიღო ეს თავშესაფარი დაპირდა მას საბერძნეთის მთავარი ქალაქის მეფე ეგევსი დაპირდა რომ ათენში მას მიიღებდა ეს კიდე დაპირდა რომ უშვილობისგან გადაარჩენდა ამ დროს მან მართლა ჩაიდინა საშინელი დანაშაული და დრაკონებიანი ეტლით გაფრინდა ათენში და ჩაფრინდა ათენში გაჰყვა ცოლად ეგევსს და კორინთოსიდან დაძევებული ახლა გახდა გაცილებით უფრო დიდი ქალაქის ათენის დედოფალი შვილი შეეძინა როგორც უთხრა უშვილობისგან იხსნა უშვილობისგან და შეეძინა შვილი რომელსაც მედოსი დაერქვა მაგრამ ეს არ იყო ეგევსის პირველი შვილი ეგევს უკვე ყოლია შვილი ჩვენ ხო ვთქვით რომ იგი ტოვებდა ძვირფას ნივთს ამ შემთხვევაში ფარხმალს ტოვებდა ყველგან სადაც კი სექსი ჰქონდა და იქიდან თუ ჩამოვიდოდა ვინმე ფარხმალიანი იცნობდა აუცილებლად იმიტომ ეს ძვირფასი ფარხმალი იყო ძველი ნაკეთობა ოქროთი და ვერცხლით ნაჭედი ოქროს ხმალი და 700 7 ხარის ტყავგადაკრული ოქროთი ნაფერი ფარი სერიოზული აღჭურვილობა აბჯარშიც ბრინჯაოში ოქრო და სხვა მოკლედ ამით უნდა ჩამოვიდეს ერთჩვენიერ დღეს ასეთი კაცი ჩამოვიდა და მედიამ უთხრა ეგო ფარისეველი ვიღაცა მატყუარაო და საწამლავი მისცა რომ მიეწოდებინა ღვინის სახით და დაელია იმას და მომტარიყო მაგრამ კაცმა იცნო თავისი ფარხმალი და მიხვდა რომ ეს მისი შვილია ლაპარაკი არის უდიდეს ბერძენ გმირ თესევსზე მედია ამ შემთხვევაში ტყუილს ამბობდა და მას მოუწია იქიდან სწრაფად გაქცევა ამისთვისაც ტყუილისთვისაც არ დაჟილა მაგრამ ძვირფასმა ნივთმა თავისი ანაგნორის მოსული ანუ ამოცნობადი ფუნქცია შეასრულა ძვირფასი ნივთები ბლომად არის მსოფლიო ლიტერატურაში ბერძნებთან გარდა იმისა, რაც მე გითხარით, უამრავი სხვაც არის, მაგრამ მოდი ვნახოთ ახლა როგორაა რომაულ ლიტერატურაში. ენეასი არის სხვა ტიპის გმირი, ახალი ტიპის გმირი, უფრო ევროპული ტიპის გმირია, ვიდრე ჰომეროსის გმირები. მას დავალებული აქვს იპოვოს ახალი სამშობლო. ანუ მან დაკარგა სამშობლო, დრო აღარ არსებობს, მაგრამ მას დავალებული აქვს მოიაროს მთელი მსოფლიო და იპოვოს ახალი სამშობლო, ბოლოს და ბოლოს ის ამ სამშობლოს იპოვის რომში, სადაც იგი იქნება წინაპარი და რუტულები და იტალიკური ხალხის სხვა წარმომადგენლები იქნებიან ერთობლივი წინაპარი მომავალი რომის იმპერიის და მომავალი რომის სახელმწიფოსი. და აი ამ კაცს მოაქვს განძი თან ძვირფასი ნივთები. ძვირფას ნივთებს ქვია პენატები. პენატები არის გამოსახულებები, რომელიც არის შინაური ღმერთის გამოსახულება. ყველას ხავს თავისი შინაური ღმერთები. ესაა რომაელების წარმოდგენა. და ამიტომ ის არის უძვირფასესი, მაგაზე ძვირფასი ნივთი არ არსებობს. სადაც ჩახვალ, იქ შენი ღმერთებით მიდიხარ და შენ გეყოლება შენი ღმერთები, შენი მფარველები, ოჯახის მფარველები. ამიტომ ოჯახს ხანდახან პენატებს უწოდებენ ხოლმე. ჩემი ოჯახი, ჩემი პენატები, ანუ ჩემი ღმერთებია, რომელიც ჩემს ოჯახს იცავენ. და ამ პენატებით ჩამოვიდა იგი რომში და ასე შეიქმნა მომავალში რომაული ცივილიზაცია, რომელიც არის ტროული ცივილიზაციისა და ადგილობრივი იტალიკური ცივილიზაციის შეჯამება. ხოლო ის კაცი გახდება წინაპარი ყველა რომაელისა, განსაკუთრებით კი იულიუსების გვარისა, იმიტომ მის შვილს ქვია ასკანიუსი და მეორე სახელი არის იულუსი. იულუსისგან წარმოიშვება იულიუსის გვარი. იულიუსი არის იულუსისა გენეტივი არის იულუსიდან. ძალიან საინტერესო ამბავი არის და ასე წარმოიშვება ძვირფასი ნივთის მეშვეობით გვარიდან გვარი და სახელიდან სახელი და ადამიანიდან ადამიანი და ამ კაცისგან, რომელიც არის ქალღმერთის შვილი, წარმოიშვება ქალღმერთის შვილობილი ქვეყანა რომის იმპერია, რომლის სათავეში ორი დიდი ღმერთია, ერთი აფროდიტე, ვენუსი, ხოლო მეორე მარსი,
რომელმაც აფროდიტეს შთამომავალ ვენუსის შთამომავალ ქალისგან ორი ბიჭი რომულუსი და რემუსი გააჩინა და იმათ შექმნეს ეს იმპერია ეს სამყარო ეს რომაული სამყარო ძვირფასი ნივთები ინაცვლებენ რომანიდან რომანში თქვათ ასე არსებობენ ძალიან დიდარი პერსონაჟები და ამ დიდარ პერსონაჟებში ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ სახელებია მაგალითად ორი მდიდარი პერსონაჟი ძვირფასი ნივთების მფლობელები ხვდებიან ერთმანეთს იმ მომენტში როცა ორივე ღატაკია ბალზაკის რომანი რომელსაც ქვია მამა გორიო ერთმანეთს ახვედრებს ახალგაზრდა სტუდენტ ეჟენ რასტინიაკს რომელიც ჯერაც ნივთების გარეშე და ღატაკი კაცია და ძვირფასი ნივთების მფლობელს და ყოფილ მილიონერს, რომელსაც მამა გორიო ქვია, რომელმაც ეს ნივთები გაყიდას, ყველა ერთი-ორი აქ დარჩენილი მხოლოდ. მაგრამ დაყიდა იმისთვის, რომ ქალიშვილებისთვის მიეცა. და ახლაც აქვს მაგალითად ვერცხლის რაღაცები. და ასიზამს გადაგრეხს ამ ვერცხს, ჩააბარეს არა ნივთად, არამედ ვერცხლად, აქცევს ფულად და ქალიშვილს ბინას უყიდის. რომ ამ ბინაში იგი ახალგაზრდა კაცთან ბედნიერი იყოს. ეს ახალგაზრდა კაცი, სანამ ახალგაზრდა, მანამდე კარგი კაცია, მისი სიმამრივით კაცი რომ მოკვდება, აიღებს და თვითონ იკისრებს მისი დაკრძალვის ხარჯებს მიუხედავად იმისა, უღატაკესი სტუდენტია. შემდგომში რაც დრო გადის, რასტინიაკი უფრო და უფრო სასტიკი და ვერაგი გახდება და თავისი საყვარლის შვილს მოიყვანს ცოლად და თუ კი რამა აქვს იმ ქალს, ძვირფასი ნივთი, ყველაფერს გაუყიდის და თვითონ საფრანგეთის პერიც გახდება, მინისტრიც გახდება და უგათახსირებულესი კაცი გახდება, სამაგიეროდ სავსე არის სიმდიდრით, ქონებით და ძვირფასი ნივთებით. ძვირფასი ნივთები ძალიან საინტერესო არის, რომ ძალიან ხშირად ფიგურირებს ხოლმე, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ამოცნობის ნიშნებად. ძვირფასი ნივთების მეტი რა არის მსოფლიო ლიტერატურაში? როგორც იცით, ბალზაკთან მაგალითად ასეთი ნივთები იყო სურათი, რომლითაც ვიღაცა ამოიცნო, ასეთი ნივთი იყო გობსეკის ქონება, რომელთანაც ვიღაცებს ვალი ჰქონდა და მისი გადახდა ხდებოდა. ასეთი ნივთები, როგორც გითხარით, ჰქონდათ ადამიანებს შემონახული სიღატაკეშიც კი და უკანასკნელი ქონება დახარჯა და ქალიშვილებმა ამის გამო ერთმანეთი დახოცეს მამის ქონების გამო, რომელსაც უკვე ამოწურული ჰქონდა თავისთავად ყოფილ მილიონერს, რომელსაც უკრაინიდან ხორბალი ჩაჰქონდა და მე ვერ მიშელე და უმდიდრესი კაცი იყო პირველ სართულზე ცხოვრობდა გათბობა ჰქონდა და მეოთხე სართულზე აღმოჩნდა და გართბობა გამორთო და გაიყინა კაცი ისე გარდაიცვალა რომ მასთან არ მოვიდა არც ერთი ქალიშვილი კი დაკრძალვაზე ძვირფასი ნივთები გამოაგზავნეს ანუ ცარიელი ეტლები მათი გერბებით ძვირფასი რამ და ქონება არ არის აუცილებელი ნიშანი საზოგადოებაში წარმატებისა მაგალითად ნუნსინგენის ქალი იყო ძალიან დიდარი ქალი, იმიტომ მისი ქმარი იყო ბანკირი და ამ ქალს მარტო ბეჭდები და დიადემები ჰქონდა ისეთი, რომ იყიდა ნახევარპარის, მაგრამ მას არ უშვებდნენ იქ, სადაც ვაჭრების ადგილი არ იყო და მისი ქმარი რახან იყო ბანკირი, ამიტომ მას მაგალითად არ შეეძლო არისტოკრატიულ ოჯახებში შესვლა. მაშინ, როდესაც ძვირფას რამეს დაპირდა მას ქალბატონი ბოსიანი ეს არ იყო ნივთი, ეს იყო ნებართვა. ძვირფასი რამ იყო ნებართვა, რომ იგი შესულიყო არისტოკრატიულ ოჯახში. და ამაში აქ შევიდოდა თუ კი დანებდებოდა მაგალითად ბოსიანის ნათესავ რასტინიაკს. ეს იყო პირობა. ბოსიანმა თქვა, როცა ამას დაპირდები, ირგლივ რაც ტალახიანი ქუჩებია, ყველას ენითა ლოკავს, ოღონდ აქ მოხვდესო, იმიტომ რომ არისტოკრატიის ოჯახში მოხვედრა ბანკირის ცოლისთვის იყო უძვირფასესი რამ. ასე ძვირფასი ნივთები არ არის მარტო ნივთები, ძვირფასი ნივთები არის აგრეთვე ნებართვები, რომ არისტოკრატად განიხილონ ვაჭარი ადამიანი. იმიტომ რომ როგორც ნიჩემ თქვა, არაფერი ისე საზღარი არ არის არისტოკრატისთვის, როგორც ვაჭარი და ვაჭრობა. იმიტომ ადამიანისთვის ყველაზე საზღარი ნიჩეს აზრით არის სწორედ ეგ, ჩარჩობა,
ვაჭრობა და ეს არის ძალიან გრძნეული დიდი გრძნობა ზიზღისა რომელთაც უნდა იყოს სავსე ადამიანი მან უნდა თქვას ჩემში ვაჭრობა უნდა ჩავკლა მე აღებმიცემობა მე უნდა გავხდე ძვირფასი ვინმე ანუ ზე ადამიანი უკეთესი ამბავი ანუ ძვირფასი შეიძლება ზნეობრივი კატეგორიაც იყოს გარდა ამისა მოგეხსენება ძვირფასი ნივთები ჩნდება ხოლმე მაგიური რეალიზმის ნაწარმოებში მაგალითად ევროპული მაგიური რეალიზმის ნაწარმოებში ძვირფასი ნივთი არის თუნუქის დოლი რომელსაც ბავშვს თუ წაართმევენ იმ წუთას ყველაფერი და სამყარო დაინგრევა არა და ამ თუნუქის დოლით მას შეუძლია ძალიან დიდი რამეები მაგალითად და აქ უკვე გენიოსობა ნახეთ მწერლისა რომელსაც ქვია გიუნტერ გრასი ბავშვს შეუძლია დოლზე დაუკრას და აურიოს რიტმი ფაშიზმში გამოცდილ 1000 ასე ვთქვათ აღლუმში მონაწილე გერმანელებს რომელზეც თავის დროზე ერთმა დიდმა მწერალმა თქვა გერმანელი ესაა ხე რომელიც ტყესთან ერთად მარშირებს საერთოდ მარშირებაში გერმანელებს ხო ბადალი არა თემ სოფლიოს ნანახი გვაქვს როგორ მარშირებს მთელი ანთებული სვასტიკა გერმანელების სახით და აი ამ მარშს ფაშისტურ მარს ამ ორდნულს ამ წესრიგს ჯადოსნური დოლის საშუალებით აურევს პატარა ბიჭი რომელსაც დაბერება არ უნდა მაგიური რეალიზმის რომანში რომელსაც თუნუქის დოლი ქვია თუნუქის დოლი არის მაგიური იარაღი ესა ძვირფასი ნივთი მაგ ნაწარმოებში იქ ბევრი ძვირფასი ნივთია სხვაც და სხვა მაგიური რეალიზმის შემთხვევით არ მიხსენებია, იმიტომ რომ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და პოპულარული სახე პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია მრავალი ვაჟის მამა, რომელსაც ყველა ვაჟი ერთ დღეს დაეხოცება, ის კაცი, რომელთაც იწყება ეს რომანი, გაივლის დიდი დრო და პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია გაიხსენებს იმ ძველ დროს, როცა მამამ პირველად წაიყვანა ყინულის ანახავად, ეს მაკონდოში ხდებოდა, მაკონდო მაშინ ასეთი და ასეთი იყო, ასე იწყება ეს ნაწარმოები. ამ კაცს მთელი ცხოვრება აქვს კავშირი მაგიურ რამესთან, იგი აკეთებს საშვენისებს, ასე ვთქვათ, მაგიურ რამეებს, თევზებს ამზადებდა. და მაგიური თევზების ამზადა ამას ხიდდა. და ამით ირჩენდა თავს და ამაში რა არის ნათქვამი, ახლა რა პრობლემა არის. ეს იყო კაცი, რომელიც უნდა ყოფილიყო გენერალი, მისი დამსახურება იყო გენერლის და საერთოდ რო იყოს უფრო დიდი ტერმინი, თქვათ, მარშალი, ან კიდევ უკეთესი გენერალისიმუსი, ყველაფერი ეკუთვნის თავისი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ მას პოლკოვნიკობაზე მეტი არ უნდა. ეს გარკვეული გაგებით საერთოდ პოლკოვნიკი არის ის ადგილი, სადაც ჩერდება გარსია მარკესი, იმიტომ პოლკოვნიკს არავინ არ წერს, ეს მართალია სხვა ნაწარმოებია, მაგრამ მნიშვნელოვანი არის. არ უნდა გახდე პოლკოვნიკზე დიდი, მაშინ, როდესაც შენ ლიბერალების მხარეს ხარ, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ლიბერალიზმი რა არის. როდესაც აი ასე მოხდა პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია ეს არა ყველაზე სიმპათიური სახე ამ რომანში მაგრამ მიუხედავად ამისა ეგ უნიშნელოვანესი სახეა და ცენტრალური ღერძი კაცი არის ამაში და ის თევზები რომელიც არის მისი დამოუკიდებლობის სიმბოლო ის თევზი არის კიდევაც ამ კაცის სახე შემთხვევითი კი არა რომ სამშვენისებს კი არ აკეთებს ის აკეთებს ძვირფასნით ის მართლა ძვირფასი არის მართლა ძვირი უნდა ღირდეს არ დაგვავიწყდეს საიდან იწყება ყველაფერი მაგ რომანში ამ რომანის არსი არის ის აქ ბიძაშვილების ქორწინებიდან იწყება ყველაფერი სადაც არის დიდი ეჭვი რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს ასე ვთქვათ კატასტროფას. იმიტომ თავიდანვე ცნობილია ურსულა მიცის რომ ბიძაშვილს არ უნდა დანებდეს, იმიტომ დაიბადება გოჭის კუდიანი ბავშვი, მაგრამ არ დაიბადა. ახლა, მაგრამ დრო გამოხდება და მაინც დაიბადება. სხვათა შორის ძვირფას ნივთებზე აქვე მინდა ვთქვა, აქ არის ძალიან ცნობილი რიტუალი ძვირფასი ნივთის დამარხვისა ახალ ცხოვრებაში წასასვლელად. თუ შენ უნდა ისე იგი როგორი არის სამხრეთ ამერიკული მითოსი, რომელიც ემთხვევა ჩრდილო ამერიკულ მითოსს, მაგალითად ბოროროს ტომში, რომელიც აღწერილია კლოდ ლევის დროს. თუ შენ იცვლი გარემოს, თუ შენ უნდა აეყარო ამ მიწიდან და უნდა აეყარო, იმიტომ რომ მაგალითად
მემთაბარე ტომი ხარ სხვარი და ძროხა გყავს ან რაღაცა ასეთი და ამოჭამეს იქაურობა ყველაფერი და უნდა გადავიდეთ ახალ ადგილას ამ შემთხვევაში შენ ძველ ადგილას უნდა დატოვო ძვირფასი ნივთები რაც კი გაქვს ყველაფერი ანუ ნახეთ როგორ არის ერთი მითოსი ამბობს რომ ღმერთების გამოსახულებები პენატებით ან უნდა წაიღო და მეორე მითოსი ამბობს რომ ძვირფასი რაც გაქვს უნდა დამარხო მე მოვა სხვა ტომი და გათხრის იქაურობას და შენ ძვირფას ნივთებს იპოვის და სხვანაირად გამოიყენებს მაგალითად ბოროროს ტომი ოქროს შუბები ჰქონდათ ოქროს პირიანი შუბები ხის შუბები რომელსაც ოქროს პირი ჰქონდა ამ ოქროს პირებს მარხავდნენ როდესაც გადადიოდნენ სხვა ადგილას ზუსტად ეს ინკების ჩვეულებაც ყოფილა და ეს არის აღწერილი მოგეხსენებათ ამით იწყება დიდი რომანი მარტოობის 100 წელიწადი უნდა ვთქვათ რომ სწორედ ეს მოხდა ამ რომანშიც როდესაც ერთმა კაცმა მეორე კაცს აჯობა არა ფიზიკურად არამედ მამალს მოგეხსენებათ მამლების ბრძოლა ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი სამხრეთ ამერიკულ ცნობიერებაში ჩემმა მამალმა შენს მამალს მოუგო ნიშნავს მე შენ მოგიგე და მე ჩემმა ფილოსოფიამ შენს ფილოსოფიას აჯობა ჩემმა გვარმა შენს გვარს აჯობა ეს ძალიან სერიოზული მითოსური ამბავია და როდესაც მამალმა მამალს აჯობა დამარცხებულმა პრუდენსიო აგილარმა ავერაიტანა ეს და მას გამარჯვებულ მხარეს დაასდო ბრალად რომ იგი ცვედანია ეხლა მაჩოურ კულტურაში კაცს რომ ეტყვი ცვედანი ხარო კი არა საქართველოში მართლა ცვედანს რო უთხრა ის არ გაპატიოს საშინელი შეურაცხყოფაა და ეს ვერ აიტანა და სწორედ შუბით გაგმირა შემდეგ მიადგა თავის ცოლს რომლის გამოც ეს უწოდეს სწორედ იმიტომ რომ შვილი არ ეყოლა და კონსუმაცია ვერ დაადასტურა ანუ ცოლი ყავს თუ არა არავინ არ იცის იმიტომ რომ შვილი არ ყავს და სექსი არ ქონიათ და ეს უკვე მთელი ქვეყნის სალაპარაკო გახდა და ამ შუბით დაემუქრა და ამ შუბით აიძულა რომ დანებებულიყო ურსულა და მერე როდესაც არ მოშორდა მოკლულის სახე რომელიც მუდმივად ევლინებოდა ერთსაც და მეორესაც შუბიც დამარხა და მამლების გაწყვიტა და ყველანაირად ასე თქვათ მოსპოდა ისე წავიდა სხვაგან რომ ეს ყველაფერი ადგილზე დატოვა როგორც ამას ადგილობრივი მითოსი ითხოვდა მაგრამ ის მამალი არსად არ დაიკარგა იმიტომ რომ ისევ ამოყობს თავს ამ რომანში და შეასრულებს თავის ფუნქციას ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ადგილებში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მე მგონია აქ ის არის რომ ძვირფასი ნივთები ძალიან ხშირად ასრულებენ ძალიან საბედისწერო როლს მაგალითად იყო ხალხი რომელსაც მოქონდა ეს ძვირფასი ნივთები ეს ძვირფასი ნივთები ჩვენ ახლა შეიძლება არ გვეძვირფასებოდეს მე მაგალითად ფიქრობ ყოველთვის ფიქრობ რომ მაგნიტი ნამდვილად ძვირფასი რამ არის მაგრამ ყინულზე შეიძლება ეგეთი აზრი არ მქონდეს კი მიყვარს ყინული ცივწყალი მაგრამ ყინულის ძვირფასობა შეიძლება ვერ მიხვდე, მაგრამ იქ ხო ნათქვამია, რომ ყინული უბრალო რამ ხო არ არის, ეს ხო ის სამყაროა, სადაც ყინული არ იყო და ეს ცხიანი სამყაროა, ის გაიხსენებს იმ დღეს, როცა ყინული პირველად ნახა და ეს მნიშვნელოვანი არის. ყინული საიდან გაჩნდა? საიდან ჩნდება ყველა ძვირფასი ნივთი, მათ შორის ხელნაწერი, რომლის კითხვაში ამოხდება სული ამ ცივილიზაციას. ეს ყველაფერი მოაქვს მელქიადეს. ვინ არის? ბოშათა უფროსია და ბოშები ვინ არიან? ბოშები არიან ადამიანები, რომელთაც მოაქვს ძვირფასი ნივთები, უცნობი ძვირფასი ნივთები. იმდენად მნიშვნელოვანია ეს, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ალქიმიკოსად იქცა ფაქტობრივად ხალხი, ოქრო გააფუჭა ხალხმა და ასე შემდეგ ამათი გავლენით, მაგრამ რაც თავარია, ამ ძვირფას ნივთებს გადაყვება ეს ცივილიზაცია. ბოლოს და ბოლოს სწორედ იმ ხელნაწერის კითხვაში დაიღუპება ეს ცივილიზაცია, რომელიც არის ძვირფასი ნივთი. რა თქმა უნდა, მაშინ დევს დიდი ფილოსოფიური სიბრძნე, ამაზე ახლა საუბარს არ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ეს ზოგიერთი წიგნი იმდენ საუბარს იმსახურებს, რამდენიც რომ ჩვენ არასოდეს არ გვექნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ეს იყო გადაცემა წიგნები და ფინანსები.